ეს ამბავი მოხდა 6 წლის წინ, როგორც ვიდეოში ამბობ, ჯერ დამიმეგობრდა შემომთავაზა ჩაკრების გაწმენდა. მითხრა, რომ ხედავდა ჩემს აურას. თავად სასტუმროს მეპატრონე გახლდათ. სასტუმროს მეპატრონე ხო ის მასე აქვს ნაშოვი ფული, იმიტომ რომ ის იცის ახლა ენერგიები ვისგან რა უნდა აიღოს, ვისგან როგორ უნდა გააკეთოს და ახლა გამოჩნდება აქ. ჯერ არ დამიკითხავს ქვედა ტექსტი. პირდაპირ ვკითხულობ ლაივში. ვიფიქრებ ალბათ საიდან იცით, რომ აქ ნეგატიური რაღაც შეიძლება მოხდესო. არ ვიცი, მაგრამ მე უკვე ვიცი რომ მოხდება, იმიტომ რომ ადამიანი რო ენერგიაზე ელაპარაკება, შენს ენერგიაზე და ჩაკრებზე წომებს გეუბნება, ის უკვე ცუდია. ისიც ერუდირებულია, კარგად ერკვევა მრავალმხრივ ტექნიკაში. დილას 6 საათზე მზის ამოსვლისას იოგას ერთად ვაკეთებდით. მოკლედ დავთანხმდით ჩაკრების წმენდაზე. პროცესი ხდებოდა ეტაპობრივად. კვირაში რამდენჯერმე რუტ ჩაკრით დავიწყეთ და 2 კვირის მერე ქროუ ჩაკრაზე მივიდა ჯერი. იქ მოხდა რაც მოხდა. მზის ჩასვლისას ვუყურებდი და ნენელა თვალი გავუსწორე მზეს და სადღაც დედამიწის გარეთ აღმოჩნდი ულამაზესი იყო იქაურობა. აქ ასეთი ფერები არ არსებობს. ყველგან ფერადი პლანეტები იყო, როგორც კრისტალ სითი რაღაც. მსგავსი თან მესმოდა მისი ხმა, რას ხედავ, მეკითხებოდა. მან გაგიყვანა რეგრესულ ჰიპნოზში. ჰიპნოზში როგორ ხდება ეხლა? მაგალითად გეტყვის, რომ შენ ხედავ ამას. მაგალითად გეტყვის, რომ შენ ხედავ ლაჟვარდ განზომილებას და ესეც გეუბნება ჰიპნოზის დროს. შენი გონი თვითონ აგებს ვიზუალიზაციას, ისეც როგორიც შენ მოგეწონება. და პარალელურად სანამ შენი გონი გათიშულია ამაზე, ადმინი სანამ გასულია ოთახიდან, თავად შედის ამ ადმინობაზე და აკეთებს რაც უნდა იმას. ეხლა გამოჩნდება რა გააკეთა კიდე. ფისკალი თურქია, მერსიიდან, ეგრეთ წოდებული წმენდები თურქულ ენაზე იყო, ხოლო ბოლო ქროუნ ჩაკრის წმენდის დროს ლათინური ფრაზა წარმოთქვა. ხოლო შავი მაგიის ლოცვები წარმოთქვა, რომელსაც შენ ვერ გაიგებ. და ასევე სანამ შენთან დაიწყებ და იქ უკვე გაჟღერებული ქონდა მაქამდე სხვა ფრაზები, მომზადებული ლოცვები, განაჟღერები და ასე შემდეგ. ფრაზა წარმოთქვა მთავარანგელოზების სახელები, ვითომ ესენი გადაფარვებია. ეხლა მთავარანგელოზების სახელებს რო ამბობს, საერთოდ არ არის კავშირი მთავარანგელოზ მიქაელთან ან სხვა დანარჩენთან. და მთავარანგელოზ მიქაელს იყენებენ ესენი ყველა შავი მაგები. ლოცვაში თითქოს რომ გაითიშო. აბა ეხლა ვიღაცა რო ლათინურად რაღაცას კითხულობს, თუ სახელი არ აღწენა მთავარანგელოზის ლუციფერი, ეს სიტყვები დაამატა ლოცვებში. მე ნახევრად ტრანსში ვიყავი. მაინც შევძელი წარმოთქვა, რომ ლუციფერს არ ვაძლევ ნებას, რომ ჩემს არსში შემოვიდეს და ვუბრძანებ იქ წასვლას საიდანაც მოვიდა. ამაზე მითხრა, რომ ყველანი ერთნი ვართო. ხო, ამათმა ესე იციან ლაპარაკი. თქვიც კარგია, თეთრიც კარგია, შენ სატანაც ხარ და ღმერთიც ხარ. ესენი რო საუბრობენ, აი ეხა ესენი ყველა ვისაც უსმენ ეზოთერიკოსები. სატანაც ხარ და ღმერთიც ხარ რო გეუბნება, თვითონ არის მუქის მეცხრე მონის მონა. მერე პროცესი რო მორჩა რაღაც ქვეცნობიერის დონეზე, მითხრა იქაურმა ხმამ, დრო ამოიწურა აქ ვერ დარჩება დიდხანს და რაღაც სანამ უკან დედამიწაზე გამტყოც. რომ დავბრუნდი სხეულს ვერ მართავდი, ვერ სუნთქავდი და ვერ წავდექი ფეხზე. მამაუჩვენო ქვი და ძლივს წამოვდექი. სასტრაფოში მინდოდა დარეკვა, ვერ მოვახერხე, ენით ვერ აღწერ, რაც გადავიტანე. ის ქალი რომ მიხვდა ცუდად იყო საქმე, იმ წამსვე ვიღაც კითხავს დაურეკა და უთხრა, რომ ტარო გაეშალა სამ კარტზე, კითხავმა კი უთხრა დაუყოვნებლივ დატოვე იქაურობა და გაიქეციო. მაინტერესებს თქვენი აზრი. იმიტომ უთხრა გაიქეციო, რომ შენ შეიძლება გარდაცვლილიყავი და იმან უთხრა, რომ გაიქეციო, დატოვეო ტერიტორიაო, პოლიცია არ მოვიდეს, იმიტომ რომ შენ ვერ გადაგეტანა შეიძლება ეს. ვერ დაბრუნებულიყავი. უხეში შეჭრა რო გააკეთა. შენ კი იყავი ფხიზლად, მაგრამ ვეღარ შეიძლება გადარჩენილიყავი. ან ინსულტი დაგმართნოდა, ან კაპილარი ჩაქცეულიყო და ლოცვამ დაგიცვა. და ეს არ მოხდა. რას აკეთებს? ეხლა კიდე რეგრესული ჰიპნოზი. აქ რა მოხდა მე გეტყვი. ეხლა მე ვკითხულობ პირდაპირ სამყაროს ბიბლიოთეკიდან შენთან რა მოხდა იმ დროს. ამ ქალმა ლამის ჩაწყვიტა ძაფი, ანუ ძაფით არის დაკავშირებული სული, როდესაც სიზმარში გადის, ასტრალში გადის, ეთერში გადის და სხვადასხვა განზომილებებში როცა გადის. კვანტური კავშირი აქვს. და ამ ქალმა თავისი ცნობები რო გააკეთა, სხეულსა და სულს შორის კავშირი ლამის ჩაწყვიტა. გარდაცვალების პროცესამდე მიგიყვანა ლამის. და იმ კითხავს რომ დაურეკა და რო უთხრა რა ხდება მიშველო, იმან უთხრა რომ გაიქეციო, იმიტომ რომ შეიძლება ეს წყვეტა არ აღდგენილიყო. და ლოცვებმა დაიწყეს რეგენერაცია ამ სულისა და სხეულს შორის ამ უხილავი ძაფის აღდგენა და გადარჩი. მაინტერესებს თქვენი აზრი, რასთან მქონდა საქმე და შავ მაგთან. ეხა ის ქალი უამრავს გაუკეთებდა მსგავს რაღაცას. გავწყვიტე ყველანაირი კავშირი სამსახურიდან წამოვედი, რა თქმა უნდა. მერე გავიგე რომ ვინც ჩემს პოზიციაზე მიიღეს, ის ბიჭი გარდაიცვალა. ხო, გარდაიცვალა, იმიტომ რომ იმასაც იგივე გაუკეთა.
და ვერც დაამტკიცებდა ის. გარდაიცვალა ან თავში სისხლის ჩაქცევით, ან ექიმები ვერ დაადგენდნენ, რით გარდაიცვალა. იმ ბიჭმა ეს ვერ მოახერხა და მაგითო გარდაიცვალა ის ბიჭი. ანუ ეხლა მან რაც ადა, იმ ბიჭის სასიცოცხლო ენერგიები აიღო მაგ ქალმა და ეს ბიჭი თან გარდაიცვალა. ექიმები ვერ დაადგენენ, რატო გარდაიცვალა ეს ბიჭი და არავის არ დაიჭერენ და ესე მუშაობენ ესენი და ესეთ ზარალში და ესეთ კატასტროფებს აკეთებენ, რომელიც არ ჩანს და რელიგიაზე საერთოდ არაფერს ვამბობ, რომ აი გაყუჩებული არიან. საერთოდ ცალკე ორგანიზაცია არ უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ხალხი ესეთი რაღაცეებისგან დაიცვა? შენი მტერი არ უნდა იცოდე? უფლის მტრისგან ხალხი როგორ უნდა დაიცვა? არ უნდა იცოდე? თუ მარტო უნდა ილოცო. ილოცებოდა ის ბიჭი, მაგრამ უშველა, მოატყუეს და გარდაიცვალა. იცი რა არის? შეუძლებელია, რომ ესეთ რაღაცას ემოციურად არ მივუდგე, იმიტომ რომ კარგად ჩანს ის ბიჭი რაოდენ საოცარი ადამიანი იყო, იმიტომ იყო საოცარი, რომ ესენი მაღალი ენერგიის სულებს უშვებიან ამას, აბა ვიღაც ნაძირალა მათ არაფერს იჭირდებათ, იმიტომ რომ იმას წასაღები არაფერი აქვს. შენ გადარჩი და გილოცავ. მოკლედ რომ თქვა, თითქმის არაფერს ჭამდი და არც მეცინა. რამოდენიმე წელი დამჭირდა ამისთვის, მაგრამ ღმერთის წყალობით გამოვედი. ახლა კი ვარ კარგად. კი ხვდები რომ დემონი იყო, მაგიტომ მაინტერესებს ამ ქალს რა უნდოდა ჩემგან. რა უნდოდა და შენი მსხვერპლს შეწირვა უნდოდა. ესენი ახლა რას აკეთებენ? ადამიანის მსხვერპლს შეწირვას აკეთებენ ესეთი მეთოდებით. თელი სასიცოცხლო ენერგიის ამოღებას აკეთებენ, ესე აგროვებენ ენერგიას და მერე გარდაცვალების შემდეგ მონებად იქცევიან და სანამ მონად გადაიქცევიან, ენერგია მიაქვთ აქედან და ესე ადამიანებს ძარცვავენ. როგორც ახლა უდაბნოში უნდა წახვიდე, სადაც სამუდამოდ უნდა დარჩე, სადაც წყალი არ იქნება არაფერი და წყლის მარაგი უნდა წაიღო, ისე მიაქვთ ადამიანების სიცოცხლეებს აგროვებენ ეს ყველა განსხეულებული მუქები. ეს ყველა განსხეულებული მუქები სასიცოცხლო ენერგიას აგროვებენ იმისთვის, რომ ყველა მიცის, რომ უდაბნოში წავლენ საბოლოოდ, სადაც არც ხეა, არც წყალი, არაფერი. მიაქვთ მაქსიმალურად დიდი მარაგი წყლის, ანუ სასიცოცხლო ენერგიის ადამიანის. ეხლა დეტალებში ჩავშლით, რას წარმოადგენს რეგრესული ჰიპნოზი. განვიხილოთ რეგრესული ჰიპნოზი, თუმცა საწყისისთვის განვიხილოთ რა არის ჰიპნოზი. ჰიპნოზი, მოკლე მონახაზი რო გავაკეთოთ, არის ადმინის დაძინება. სანამ ადამიანი ჰიპნოზში გავა, ის არის ცნობიერში. მაგრამ როდესაც ჰიპნოზში გადის ადამიანი, ადამიანის ცნობიერი იძინებს და ადმინი ხდება, ვინც ჰიპნოზს აკეთებს ის. ჰიპნოზი გულისხმობს კრიტიკული აზროვნების მიღმა, შესვლას, შეცვლას შიგნით. რაიმეს ისე რომ ადმინი თქვენ ვერ მიხვდებით რა ცვლილებები მოხდა თქვენში. მარტივ მაგალითს მოვიყვან. გაგიყვანათ ჰიპნოზში და გეუბნებათ, დღეიდან თქვენ ბალი აღარ გიყვართ. გამოხვედით ჰიპნოზიდან და თქვენ გონიათ, რომ მთელი ცხოვრება ბალი არ გიყვარდათ და აღარ შეჭამთ ბალს. თქვენ აძლევთ თქვენი ადმინობის წვდომას იმ ადამიანს, ვინც ჰიპნოზს გიკეთებთ, რომელსაც შეუძლია თქვენში შეცვალოს ყველაფერი შიგნით. ფიქრები შეგიცვალოთ, რწმენები შეგიცვალოთ, გემოვნება შეგიცვალოთ. აქედან გამომდინარე, ყველა მოვლენას აქვს წახნაგისებრი პროცესუალური შედეგი, მრავალმხრივი შედეგი. როგორი სტრუქტურაა ჩვენი გონი, ჩვენი შიდა სისტემა ფსიქიკის. ჩვენი შიდა გონის სტრუქტურა ფსიქიკის არის თვითჰარმონიებული თავის სტრუქტურაში, რომელშიც პატარა ცვლილებაც კი იწვევს მთლიანი სტრუქტურის დისბალანსს. აი რო წარმოიდგინოთ მაჯის საათის მექანიზმი, რომელშიც ერთი ჭანჭიკი რო შეცვალოთ, რაღაც მექანიზმები დაიწყებს პრობლემურად მუშაობას, რადგან ეს იმდენად ღვთიური მექანიზმია, ჩვენი გონის სტრუქტურა. იმდენად ფაქიზი მექანიზმია, რომ მასში შეჭრა არ შეიძლება. ის იწვევს მთლიანი სტრუქტურის დომინისებრ შლას, შემდეგ განცვლილებას. თქვენ შეიძლება ვიღაცამ შეგიცვალოთ, რომ აღარ გიყვართ ბალი და ბლის არყვარებასთან ერთად თქვენ უკვე გეცვლებათ გემოვნებები, ხასიათი, თვისებები, რადგან ამ ერთმა სტრუქტურამ დაიწყო დომინოს ეფექტი. შესაბამისად, ჰიპნოზი წარმოადგენს უხეშ შეჭრას გონის და სულის სტრუქტურაში. იმის გამო, რომ ჩვენი გონი არის თვითჰარმონიებული. ეხლა განვიხილოთ ერთ-ერთი წახნაგი ჰიპნოზის საგამოძიებო პროცესში, როდესაც იყენებენ ჰიპნოზს ან რაიმეს გახსენების დროს. მაგ პროცესში არანაირი შეჭრა არ ხდება. უბრალოდ ხდება გონში არსებული ინფორმაციის ამოღება, გახსენება. ასეთი ჰიპნოზის დროს არ ხდება არაფრის შეცვლა შიგნით, უბრალოდ ხდება ინფორმაციის ამოღება მედიტატიური მდგომარეობის შედეგად. ეხლა განვიხილოთ რეგრესული ჰიპნოზი რა პროცესია. რეგრესული ჰიპნოზი წარმოადგენს პროცესს, რის
შედეგადაც ადამიანის ადმინი ითიშება. ხა ადმინის გათიშვა რას გულისხმობს? ვიღაც იტყვის რომ რას ნიშნავს გათიშვა, მე ვლაპარაკობ რაღაცეებს ვაკეთებ. კი, ლაპარაკობ, მაგრამ კონტროლი გააქვს? ეს შენ გონია რომ კონტროლი გაქვს. უბრალოდ შენი გონის ყოლოფში ხარ გამოკეტილი, სადაც სტომა არ გაქვს მოტორულ ფუნქციებზე და უამრავ სხვა ფუნქციებზე. თქვენი ყველა თავდაცვითი მექანიზმი ითიშება. თქვენ დაუცველი ხდებით როგორც ჰიმალაის წვერზე -40 გრადუსში დედიშობილად დადგეთ. ისე ხართ ამ სამხაროში ენერგეტიკულ ველში. ყველასთვის მისაწვდომი ხდებით. ყველა დაბალი არსისთვის. ეხლა იტყვის ვიღაც რომ ჩვენი თავდაცვითი მექანიზმი ავტომატურად მუშაობს. არა, თქვენი თავდაცვითი მექანიზმი თქვენი ცნობიერია. თქვენი ცნობიერის საერთო მაჩვენებელი მდგომარეობა წარმოადგენს თქვენ თავდაცვით მექანიზმს განზრახვას. თავდაცვითი მექანიზმი მიბმულია თქვენს ცნობიერთან, რადგან ის წარმოადგენს ცნობიერის მექანიზმს. ჩვენი აურა ექვემდებარება ცნობიერის მექანიზმს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი აურა გადავაპროგრამოთ. ესია დაპროგრამებული, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი აურა. აურა კი არ არის გამორთული. აურა აღარ იცავს. ყველას იღებს თუ რამე შევა შიგნით ადამიანში. არ იცის როგორ მოიქცეს, ადმინი წავიდა და მის ნაცვლად მოვიდა მეორე ადამიანი. ეხლა ალბათ იკითხავთ, ჩვენი თავდაცვითი მექანიზმი ამას რატო აკეთებს, რატო ვერ ხდება? შენ ხარ თავარი ბოსი, შენი ნება, თავარი ბოსი და შენი ნება შენ შეგიძლია მიცეს ხვას და ყველაფერს გისმენს სამყარო და გიჯერებს. ამიტომაც ესე ხდება. ეხლა განვიხილოთ რეგრესული ჰიპნოზის ჩატარების პროტოკოლები. ჯანსაღ პირობებში უნდა მოხდეს როგორ? ყველაზე მინიმუმი რაც უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების პროტოკოლები, ეს არის ის, რომ პირველ რიგში ადგილი, სადაც რეგრესული ჰიპნოზი ტარდება, უნდა იყოს ენერგეტიკულად სტერილური. როგორც ოპერაციას აკეთებთ, ხელთათმანები უნდა გაიკეთოს, პირბად უნდა გაიკეთოს, ირგვლივ სტერილური უნდა იყოს. ესე უნდა იყოს გარემო. ეს ადგილი უნდა იყოს ბუნებაში აუცილებლად, რადგან ბუნებაში ვერანაირი მუქები, ბნელები და ეს ნეგატიური არსები ვერ ჩერდებიან. თავად ხეები ისეთ ნივთიერებებს გამოყოფენ, ნიადაგიდან ისეთი ნივთიერებები გამოიყოფა. ბნელები ბუნებაში და ესეთ სივრცეებში ვერ ცხოვრობენ, რადგან ისინი იქ ენერგეტიკულად ნადგურდებიან. შესაბამისად, ყველაზე სტერილური ადგილი არის ბუნება და არა ის ადგილი, სადაც ათობით ადამიანს გაუკეთა რეგრესული ჰიპნოზი, სადაც უამრავი დემონები, მუქები, სხვადასხვა არსები ჩასაფრებული არიან, როდის მოიყვანს ეს რეგრესული ჰიპნოზის ჩამტარებელი ახალ მსხვერპლს. შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმები დაცული საერთოდ არ არის და დღეს რა ხდება? როგორც მექსიკის სადღაც ორგანოებით მოვაჭრე მიწისქვეშა რაღაც არალეგალურად ოპერაციას უკეთებენ ყოველგვარ ჭუჭყში და სიბინძურეში და ტალახში და ფეკალიებში, ზუსტად ისეთი პროცესი ხდება დღეს, როდესაც თქვენ მიდიხართ რეგრესულ ჰიპნოზზე და იკეთებთ ამას. უბრალოდ თქვენი თვალები ხედავს კაბინეტს და შეულებრივ გარემოს, მაგრამ რო შეხედოთ ენერგეტიკული პრიზმით, თქვენ ირგვლივ დაინახავთ უამრავ ფეკალიებს, უამრავ დემონებს. ირგვლივ არის ტოტალური დაბინძურება. შეიძლება შოკში ჩავარდეთ, რომ გამოფხიზრება დაგჭირდეთ, სათხართ ენერგეტიკულად. ამიტომ უპირველესი მნიშვნელობა აქვს, რომ უნდა იყოს სტერილური გარემო. ბუნებაში შენ თუ ისეთი მაზოხისტი ხარ, რომ შენ ყველა თავდაცვის სისტემას თიშავ და შენს ყველა კარებებს აღებ, ყველაფრისთვის და ყველასთვის, მათ შორის ვინც რეგრესულ ჰიპნოზს გიკეთებ და რა თქმა უნდა მათზე მიწებებული არიან მუქები, რადგან ესეთ ადამიანებს, ვინც რეგრესულ ჰიპნოზს აკეთებს, მუდმივი კლიენტები მიყავთ დემონებისთვის, თუნდაც გაუცნობიერებლად აკეთებდეს. იმიტომ რომ ამ ადამიანის გვერდით ადამიანები თიშავენ სულის ადმინს, თიშავენ თავდაცვის მექანიზმებს და სხვადასხვა დაბალ ვიბრაციული არსების, დემონების და მუქების ჭურჭელი ხდებიან. ამიტომ ეს ყველაფერი არ არის თამაში. ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული პროცესი, რომელიც არ უნდა დაუშვათ. სტერილურობის საკითხი ყველაფერი გასაგებია, მაგრამ უპირველესი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ აკეთებს რეგრესულ ჰიპნოზს, ვინც ამას აკეთებს. რამდენად სუფთა ის ადამიანი. და მოდი ახლა გულწრფელად ვთქვათ, არც ერთი სულიერი და სუფთა ადამიანი არ გააკეთებს მაგას. იმიტომ რომ ნებისმიერ სუფთა ადამიანს სულ რო გლეხი იყოს და თოხნიდეს, ესმის ერთი ფაქტი, რომ ადამიანის ნება არის უდიდესი რაღაც, რომელსაც პატივი უნდა სცედა. სულ რო განათლება არ კონდეს, მიხვდები რომ ჰიპნოზის დროს შენ ცდილობ ადამიანის ნებაში შეიჭრა და რაღაცეების შეცვალო შიგნით თან არა კეთილსინდისიერად. ცდილობ მოკლე დროში მიიღო შედეგი. ვინ აკეთებს რეგრესულ ჰიპნოზებს? ვინც მუქი ტაროთ არის დაკავებული, ვინც ჯადუებით არის დაკავებული, ვინც რუნებით კურნავს ბრჭყალებში და თითქოს შავმაგიაში არ არის და რაღაც უბრალოდ სულიერი კოუჩია და რაღაც საინტერესოებს ლაპარაკობს, თან რუნებით კურნავს. ანუ აბსოლუტური დაბინძურება. აი როგორ რაღაცა რეცეთ ესეთ ადამიანთან რეგრესული ჰიპნოზის ჩატარება, ადამიანს რომ ჭრილობები გაუხსნა და ფეკალიების ჭუჭყში ჩააგდო და გააჩერო იქ და დატოვო. იმ ადამიანს პრობლემები დაეწყება. თქვენ გინერგავენ წარსულ ცხოვრებაში და იმ
ვიზუალებს და ყველაფერს გინერგავენ ისეც, რომ თქვენ მე მთელი ცხოვრება შავი ხვრელის ენერგოგენერატორები დაგიყენდეთ. ზოგს უნერგავენ, რომ ბავშვებს ხოცავდა. ხო, ეხლა როგორი შესაძლებლობელია გეუბნება, რომ ბავშვებს ხოცავდი წარსულში. ამით გიწევს ცხოვრება და ამით ცხოვრობს ხალხი. უამრავი მოსულა მასეთი, ვინც ამით ცხოვრობს და ტანჯება. ყველაფერთან და შავი ხვრელი ენერგოგენერატორის დაყენება ხდება იმ ცოდნებით, რასაც გინერგავენ თითქოს წარსულ ცხოვრებაში რას აკეთებდი. მთელი ცხოვრება ამაზე ფიქრობ და მთელი ცხოვრება უგზავნი ან იმ ადამიანის მუქს, ვინც გაგიკეთათ რეგრესული ჰიპნოზი, ან რომელიმე დემონს. ყველაფერთან ერთად ეხლა რა პროცესი ხდება რეგრესული ჰიპნოზის დროს? დააბინძურება ენერგიების წართვა, შავი გენერატორის მთელი ცხოვრება დაყენება ნეგატიური აზრით, რომ შენ ეს გააკეთე წარსულში და ფიქრობ და ესეთი ხარ. და ამასთან ერთად თქვენ გიგდებენ პროგრამას, რომ უნდა იცხოვროთ წარსული ცხოვრების პრობლემების გამოსწორებაზე, რომელიც არის აბსოლუტური ცრუ. თქვენ ამ ცხოვრებაში უნდა ჩააბაროთ და საკმარისია. თქვენ რეგრესული ჰიპნოზით კი არ უნდა დაამუშაოთ თქვენი პრობლემები, რომელიც ტოტალური აბსურდი არის და აფიორა. ზოგადად აფირისტები რით აბამენ თავიანთ მსხვერპლებს ობობის ქსელში. აფირისტს არ შეუძლია პატიოსანი ადამიანი გააბას ქსელში. რატო? იმიტომ რომ აფირისტი მხოლოდ აფირისტს ატყუებს. ვისაც მოკლექსის პოვნა უნდა, ის ყოველთვის ტყუდება. პატიოსან ადამიანს ვერ მოატყუებ. იმიტომ რომ პატიოსანი ადამიანი კითხვებს სვამს. ესე ადვილად რატო ვიღებ ამას? პატიოსან ადამიანს ესმის დამსახურების კოეფიციენტი რა არის, რომ ყველაფერ შედეგს ჭირდება გამომუშავება და თუ რამე გაძლევს ისე ჭყალებში როგორც გაძლევს თითქოს რეგრესული ჰიპნოზი რაღაცას, ეს არის აფიორა და ძარცვა სინამდვილეში. ხო უნდა დასვა კითხვა რის ხარჯზე. ხო ხვდებით უკვე ამდენი წელია დადიხარ დააბიჯებ დედამიწაზე და ხო ხედავთ რომ არავინ არაფერს არ გაძლევთ და ისი არაფერი არ ხდება თუ რაღაცა არ დაიმსახურე. ხო ხედავთ ამას თვალები. თქვენი ბრალიც ნაწილობრივ არ არის, იმიტომ რომ ესენიც ესეთ პროვოცირებას უკეთებენ, ამას რეკლამირებას, მუქი ეზოთერიკოსები, რომ არაფრიდან არაფერი იბადება, ანუ მათგან უნდა მოდიოდეს ჭეშმარიტი სიტყვა. ეზოთერიკოსები უნდა გეუბნებოდეთ ამას, მაგრამ საწინააღმდეგოს გეუბნებიან. ეს ტექნიკა გააკეთე, ის ტექნიკა გააკეთე, იქ რიტუალი გააკეთე, რეგრესული ჰიპნოზი გააკეთე და არავინ არ გეუბნებათ სიმართლეს. რომ შენ თვითონ, შენ თუ არ გააკეთე, ყველაფერი სხვა არის ცრუ და აფიორა. კითხვები დავსვათ, კრიტიკული აზროვნება ჩართეთ. რომ მიდიხარ იქ და გეუბნება რომ შენაზეც უნდა გემუშავა, მე გავაკეთებ შენ გასაკეთებელ საქმეს, ხო უნდა დაფიქრდე რას გეუბნება. ადამიანი ხარ, მოკლეგზები არა გაქვს. მეტი ხარ, უფრო ღრმა და რთულ ფუნქციონალური არსი ხარ. ცალკე საკითხია პოპულარული რეგრესული ჰიპნოზის ვიდეოები რო იდება. ვიდეოებს დებენ ჰიპნოზი რაღაცა თითქოს გაიაზრა, თითქოს რაღაცები მოხდა და არავინ არ ლაპარაკობს, მე ეს ადამიანი სახში რო გაისტუმრეს, რა დემონებმა ტანჯეს და რა პრობლემები ჰქონდა ცხოვრებაში. რეგრესული ჰიპნოზს უღებენ და მაგარი შოუ ჩატარდა, რაღაცებს ლაპარაკობს ადამიანი, დემონები ელაპარაკებიან, იქ პროგრამებს უდებენ, წარსულ ცხოვრებაზე, რაღაც ფანტაზიებს, სიბრიყვებს, სიმახინჯებს, იქ ეუბნება ერთს რომ შენ ბავშვებს ხოცავდი, ხვდებით? და უშვებენ მერე ამას. და ეს შოუ იდება ინტერნეტში. მაგრამ ამ ადამიანებს რა ემართებათ მერე? რომ არავინ არ ფიქრობს ამაზე და უნდა იფიქროთ ამაზე. უნდა იფიქროთ, კრიტიკული აზროვნება უნდა ჩართოთ. პრობლემა აქ არის ერთი. ჩვენ ყველას მიგვაჩვიეს სასწაულებზე სირბილი. ძირითადად ადამიანები ვინც მოდის, ყველა ისწრაფვის სასწაულისკენ. რაღაც ზებუნებრივი მოხდეს ჩემთან, რაღაც ისეთი მოხდეს, ჩემთან არანაირი ზებუნებრივი არაფერი არ ხდება. ნამდვილი ძალა არ გამოიყურება ისე როგორც გაჩვენებენ რომ ვიღაცა რაღაც სილუეტს უნდა ხედავდე, მესამე თვალით რაღაც სულებს უნდა ხედავდე, ვიღაცის აურას უნდა ხედავდე, დემონებს უნდა. ეს არის ზუსტად შეპყრობილობის პოზიცია. ეს სურთ მათ. ნამდვილი ძალა გამოიყურება როგორ? თქვენ გაქვთ აბსოლუტური თავისუფლება, ვერაფერი ვერ გერევათ. თქვენ სიტყვას აღსრულების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მომავლის კვანძებსაც ხედავთ, ეხლა ვიღაც არ დაიჯერებს ამას. ბევრი ხედავს მომავლის კვანძებს, ეხლა თქვენ ეს უბრალოდ შეხება რო არ გაქვთ. ეს არის ნამდვილი ნიჭი და არა ის რომ ვიღაც მიქაელის ბჭყალებში ხედავთ, ნამდვილში ვიზუალური დემონია და საერთოდ გადებილებთ, ანუ გთიშავთ, რომ არ შეიმეცნოთ და ამ შოუებზე გსვამთ, როგორც ნარკომანს ისე. ეს ყველაფერი არის ცრუ. კეთილი დაუბრუნდეთ რეგრესულ ჰიპნოზს. განვიხილოთ რეგრესული ჰიპნოზის კონკრეტული მტაცებლები, ეზოთერიკოსები, რომლებიც ნახევრად მუქები არიან გავუცნობიერებლები. ასაკეთებენ. ადამიანები რეგრესულ ჰიპნოზში შეყავთ იმისთვის, რომ სხვების დახმარებით დემონებიდან ამოიღონ ინფორმაცია. აბა იქ როგორ ხდებოდა? იქ რა ხდებოდა? მე აქ რა ხდებოდა? აბა მომიყევი ის. ინფორმაციები ამოაქვს დემონებიდან. ის კი არ აინტერესებს ადამიანის რადგომარეობაში. ადამიანს იყენებენ გამტარად, რომ ინფორმაცია მიიღონ, მაგრამ იღებენ სრულ თრეშს. რამდენ რეგრესულ ჰიპნოზსაც არ უნდა მოусმინოთ, ყველგან არის სისულელეები. რატო? იმიტომ რომ ყველა მუქს აქვს საერთო ბრძანება ქვემოთ, რომ საჭირო პროტოკოლები არ გაცენ, რომც მოინდომოს იმ დემონმა. იქედან არანაირი ინფორმაცია არ ამოვა, იმიტომ რომ საერთო აკრძალვა აქვს ქვედაბოსიდან. ყველა ექვემდებარება ერთ საერთო ბრძანებას. არავინ პროტოკოლებს თქვენ არაფერს არ მოგცემთ. თქვენზე
მათზე 1000 ჯერ ჭკვიანები არიან, 10,000 წლები აქვს ნაცხოვრები. ამიტომაც ნამდვილი პროტოკოლები აგდევს ამ მატერიაში, მათ მოქმედებებში დევს, რომელიც უნდა გამოიკვლიოთ და იქ იპოვით ნამდვილ პროტოკოლებს. და რა ესე პირდაპირ დემონებთან საუბრებით და კავშირებით, ისინი არაფერს არ მოგცემენ. ამიტომ ეზოთერიკებს, რომლებსაც გონიათ, რომ დემონები რაღაცას ასწავლიან ან ასტრალში რაღაცას ასწავლიან, ისინი სრული ტრეში ხდებიან. ეცვლებათ სოფხედველობაც, ეცვლებათ აზრ, მე უკვე საკუთარ აზრებში წეპარებათ, ეჭვმით რომ შენ რო კომუნიკაციაში შედიხარ რადიაქტიულ, ენერგეტიკულ, დაბალ ვიბრაციის სულ ენერგიასთან, შენ ბინძურდები. იმ ეზოთერიკოსმა ისიც კი არ იცის, რომ სიტყვას იგებს ბგერას იმ ადამიანის გავლით რეგრესიული ჰიპნოზის დროს. ამ სიტყვაში დევს შიგნით ვიბრაციული ტროასხენი ბნელის კოდები, რომელიც შენ გონის სტრუქტურას ცვლის და თვითონაც ბინძურდებიან და მე უკვე დომინოს ეფექტით მიდის დაბინძურება. რო დაბინძურდება, მე უკვე აზრები ეცვლა, მე უკვე რუნებით კურნავს, მე უკვე სულიერებაზე ლაპარაკობს და აქეთ რუნები კურნავს. სულიერებაზე ლაპარაკობს, აქეთ შავი ტაროს კარტი თამაშობს და მე უკვე სულიერებაზე აღარ ლაპარაკობს, იმიტომ რომ თვითონ აღარ არის იქ მორჩა. და ესე უამრავს დაემართა და სახეზე ჩანა. ეს ადამიანები საუბრობენ და თქვენც უკვე აღარ მოგწონთ, უკვე რაღაცას ხვდებით, ეს უკვე ძალიან აურია ამ ადამიანმა, უკვე ხედავთ თქვენ, მაგრამ ისინი ამას ვერ ამჩნევენ. ისე მიმდინარეობს ცვლილება. ამიტომ ეს ყველაფერი არც ადამიანისთვის არის უსაფრთხო და არც იმისთვის, ვინც აკეთებს ამ პროცესს. ეხლა ზოგმა თქვა შეიძლება რომ მე დამეხმარა რეგრესული ჰიპნოზი, გამეანალიზებია ბევრი რაღაც, რას ამბობ? ისე ვერ გაანალიზებდი, ხო? და იმაზე დაფიქრებულ ხარ, იქნებ კონტრაქტი დაგიდო მაგით. იმაზე, რასაც ისედაც გაანალიზებდი და მე რაც უნდა გაგეანალიზებია და რა ახსნებიც უნდა ქონოდა, ის დაგებლოკა, იმიტომ რომ ენერგიის კვანძები წაიღო, კავშირები დაგაჭდა ენერგიაზე. რა შედეგიც არ უნდა მიიღო, ჩათვალეთ რომ რეგრესული ჰიპნოზის დროს თქვენ ხართ საკვები ყველა ფორმაში. ვინც ჰიპნოზს აკეთებს, ის აკეთებს უხეშ შეჭრას და არღვევს სამყაროს კანონის მთავარ მექანიზმს, ნებაში შეჭრას. თქვენ რასაც აკეთებთ, ეს არის სხვაზე თქვენი ნების მიცემა, ადმინობის გადაცემა. თავად ადამიანი რატო აკეთებს რეგრესულ ჰიპნოზს საკუთარ თავზე? იმიტომ რომ ადამიანს დაავიწყდა ვინ არის ის. თავი გონია ხორცის ნაჭერი. ვიღაც იტყვის ეხლა რომ რა უხეშად საუბრობს. ეს არის სიმართლე. თქვენ ისეთ რაღაცებს აკეთებთ საკუთარ თავზე, რომ ეს არის მოგცევა საკუთარ თავზე, როგორც ხორცის ნაჭერზე. და თქვენ ბიომასა კი არ ხართ. თქვენ ხართ უმაღლესი არსის შვილი. თან დავდივართ ეკლესიაში, ვიცით ვინ ვართ, თან არ ვიცით ვინ ვართ საქმით. ვაკეთებთ საპირწონე მოქმედებებს. ხვდებით რა გვჭირს აბსოლუტურ დისჰარმონიულ ფსიქოზში ვართ, რომლიდანაც უნდა გამოვიდეთ და აქედან გამოვალთ შემეცნებით. მოდი ახლა გავიაროთ რეგრესული ჰიპნოზის დროს სული რას გრძნობს. რა თქმა უნდა, თქვენი ცნობიერი გათიშულია, ადმინი გათიშულია, მაგრამ თქვენი სული არ ითიშება. თქვენი სული არასდროს არ ითიშება და ყველაფერს განიცდის და გრძნობს და აღიქვამს. თქვენ რაღაც ცუდს აკეთებს, ის ამას აღიქვამს და განიცდის და დარტყმებს იღებს. რეგრესული ჰიპნოზის დროს გათიშეთ თქვენი ადმინი და შემოვარდნენ მაჯლაჯუნები, თქვენი სული განიცდის როგორც სექსუალურ ძალადობას ისე. თქვენ არ გახსოვთ. ძალადობა ხდება რეგრესული ჰიპნოზით შეჭრის დროს. რეგრესულ ჰიპნოზს აღარავინ აღარ გააკეთებს მომავალში და ბევრ რაღაცას კიდე, საერთო მედიტაციებს დაიხურება ეს ცენტრები. ყველა ეს ცენტრები, რომელიც საერთო მედიტაციებს აკეთებს, რომლებიც რეგრესულ ჰიპნოზს აკეთებს, აიკრძალება კანონის დონეზე, მომავალში ეს ყველაფერი აიკრძალება, მაგრამ ეხლა სად მივდივარ? ჩვენ ეხლა აქ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ტრენდი, რაც იქნება მუქების მიერ რეგრესული ჰიპნოზის მსგავსი რაღაცეები, ისე ხდება დარეგულირება ქვედა ბოსის მიერ სისტემურად ამ ყველაფრის, რომ არ მოხდეს მკვეთრი ენერგეტიკული კატაკლიზმა. მაგალითად, ვიღაცამ ან სიცოცხლე არ დაკარგოს, ან ის, მაგრამ ესეც ხდება. ისე ხდება დარეგულირება, რომ ნელ-ნელა მოხდეს დაბინძურება ადამიანების, იმიტომ რომ ეხლა ერთხელ რეგრესულ ჰიპნოზზე წავიდეს ვიღაც და უცებ მოხდეს ამ ადამიანების განადგურება, აღარავინ წავა რეგრესულ ჰიპნოზზე მიხვდით და ესე რო არ მოხდეს, ქვედა ბოსიდანაც საერთო ბრძანებაა, რომ აიღეთ ენერგია იმდენი რაოდენობით, რომ არ დაარღვიოთ მთავარი კანონი, არ გამოჩნდეთ, იყავით შეფარული. მათი მთავარი იარაღი არის შენი ხბვა. იმიტომ რომ თქვენ რომ მიხვდეთ, რომ ეს ყველაფერი საზიანოა, აღარასდროს აღარ გაეკარებით. ამიტომ ეს ტრენდები, ყველა ეს რეგრესული ჰიპნოზი, ეს ტრენდები რაც იქმნება, ყველა არის შეფარული და ეს მუქებიც ისე იღებენ ენერგიებს და ისე არიან. აი როგორც ახლა მაღაროში შედიხართ და გინდათ რომ რესურსები გამოიღოთ, მაგრამ თან ისე შედიხართ, რომ ნელ-ნელა რომ არ ჩამოგექცეთ ჭერი, იმიტომ რომ ჭერის ჩამოქცევა არის ის, რომ ადამიანი მიხვდება რაშია საქმე და მაშინვე რეაგირებს და დაიხურა რეგრესული ჰიპნოზი და ეხლა რამდენი ენერგია შედის რეგრესული ჰიპნოზიდან მსოფლიოში წარმოგიდგენიათ? ეს ერთი კვანძია, ერთი წახნაკი. ამიტომ ჩვენ ყველა წახნაკს დავამუშავებთ და ვიქნებით უძლეველები. ყველას გისურვებთ
შემეცნებაში ღვთიურ ძლევამოსილებას და უძლეველობას.